თავად მექანიზმი, რომელიც კაცობრიობის განვითარებას არეგულირებს, ესაა ნამცხვარი და მათრახი, ტკბობა და ტანჯვა. სწორი და ჰარმონიული სისტემური ქმედებებისათვის კაცობრიობა ტკბობას იღებს, არაჰარმონიული და პარაზიტული ქმედებებისთვის კი ტანჯვას. სამწუხაროდ, კაცობრიობა ჯერჯერობით ძირითადად მათრახის გზით ვითარდება და დაშვებული შეცდომების შედეგად მიღებული ტანჯვა აიძულებს, რომ გამოსწორებას შეეცადოს. სწორედ მძიმე კრიზისები აიძულებენ კაცობრიობას, რომ განვითარების დონე შეიცვალოს. დღეისათვის კაცობრიობა პარაზიტულ ეგრეგორს ჰგავს, მაგრამ სწორედ მათრახის მექანიზმის წყალობით მას აქვს შანსი, რომ სისტემური და ჰარმონიული გახდეს. სხვა შემთხვევაში იგი უბრალოდ განადგურდება და მის ნაცვლად ახალი რასა მოვა, როგორც არაერთხელ მომხდარა. კაცობრიობის განვითარება დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რომელი ეგრეგორების ზეგავლენა ჭარბობს მასში, პარაზიტულის თუ სისტემურის. კაცობრიობის განვითარების ყოველ ფაზაში მასში შემოდიოდა ზესისტემის რომელიღაც მძლავრი იმპულსი, რომელსაც ახალ საფეხურზე გადაჰყავდა იგი. მაგალითად, ბუდას იმპულსი და ქრისტეს იმპულსი. შემდეგ ამ იმპულსების ბაზაზე იქმნებოდა რელიგიები, რომლებიც ერთი მხრივ ამახინჯებდნენ ამ იმპულსს და თავისებური ადამიანური ეგოიზმის გაგებით ცვლიდნენ. მეორე მხრივ კი დროსთან და ვითარებასთან რეზონანსში ვეღარ მოდიოდნენ და ძალაუფლებისა და გავლენის შენარჩუნების მიზნით პარაზიტულ ეგრეგორებად იქცეოდნენ. დღეისათვის კაცობრიობის დიდი ნაწილი სწორედ მსგავსი ეგრეგორების გავლენის ქვეშაა. ასევე უნდა გამოვყოთ მსოფლიოს პოლიტიკური ეგრეგორიც, რომელიც მთლიანობაში ცალკე პარაზიტულ და დესტრუქციულ სისტემად ჩამოყალიბდა და ასევე ძალიან აფერხებს კაცობრიობის ჰარმონიულ განვითარებას. კაცობრიობა დღეისათვის მეტწილად აღმავალი იმპულსის ეგრეგორებს მიეკუთვნება. დღეს უკვე აღარ უნდა ველოდოთ მესიას, ანუ ზემოდან აღარ შემოვა იმპულსი ქრისტეს იმპულსის მსგავსად. დღეისთვის შეცდომების და მათრახის ფასად კაცობრიობა თვითონ ცდილობს მიუახლოვდეს ზესისტემას. მისი ეგოიზმი აღარა იმდენად მცირე, რომ პასიურად ელოდოს სადმე ზეციდან მოვლენილ მესიას. ან ცოდნას, რა თქმა უნდა, იმპულსები დღესაც შემოდის ზესისტემიდან, მაგრამ ძირითადი აქცენტი კაცობრიობას აღმავალ გზაზე აქვს. ამ მხრივ მისი ყველაზე ჯანსაღი და სისტემური ეგრეგორი დღეისათვის მეცნიერული ეგრეგორია, რომელიც რეალურად ჯერ ახალგაზრდაა და შესაბამისად სრულყოფილებისგან შორსაა, მაგრამ მეტნაკლებად სწორი მიმართულებით მიდის. კაცობრიობის ეგრეგორის ორგანული ნაწილებია ნაციონალური ეგრეგორები, დღეისათვის პოლიტიკური და ფინანსური მმართველობის ფორმა ზუსტად შეესაბამება კაცობრიობის განვითარების კან-ყნოსურ ფაზას და წინა ფაზისგან განსხვავებით, როცა მმართველობა რელიგიებით ხდებოდა, დღეს მართვის და პოლიტიკის მთავარი ბერკეტი განვითარებულ ქვეყნებში ფინანსებია, ხოლო განუვითარებელ ქვეყნებში